2026 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესდა. მაჩვენებელი გაუარესებულია ყველა სექტორში, გარდა მრეწველობის სექტორისა. აღნიშნულს BAG ინდექსი აჩვენებს, რომელიც მოიცავს ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და მათი ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას, ბიზნეს კლიმატის დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ. ინდექსი 4 ძირითად სექტორს მოიცავს, ეს არის ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. რას აჩვენებს BAG ინდექსი და როგორია ბიზნესის განწყობები, ნეკა გაზდილიანი გვეტყვის, რომელიც დოკუმენტს გაიცნო, ნეკა გისმენთ. მოგესალმები ნინო, 2026 წლის პირველ კვარტალში 2025 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით BAG ბიზნეს კლიმატი 2.5 ქულით გაუარესდა, როგორც კვლევა შენათქვამის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა კომპანიების მიერ ბიზნეს კლიმატის შეფასება, როგორც ვთქვით, წინა კვარტალთან შედარებით გაუარესებულია. 2026 წლის პირველ კვარტალში 2025 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა მშენებლობის სექტორში 11.4 ქულით, მომსახურების სექტორში 5.8 ქულით და ვაჭრობის სექტორში 4.2 ქულით. შეფასება გაუმჯობესებულია მრეწველობის სექტორში. პირველ კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე მაღალი შეფასება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი მშენებლობის სექტორში. სწორედ მშენებლობის სექტორში მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც ბიზნეს კლიმატის მიმდინარე მდგომარეობებისა და მოლოდინების ჭრილში, რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო 6 თვის მოლოდინს, შეფასება გაუმჯობესდა მრეწველობის სექტორში და მომსახურების სექტორში. არსებობს სექტორული სპეციფიკური საკითხები, მაგალითად მშენებლობის სექტორში მეტნაკლებად არსებულ მდგომარეობაზე წუხილები არის, იმიტომ რომ გამოკითხვა, დაემთხვა ომის დაწყებას და საწვავის ფასის ზრდას და იცით რომ EPC კონტრაქტორები ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო შეკვეთებზე ან სხვა ტიპის შეკვეთებზე არიან, ძალიან მოწყვლადები არიან მაგალითად საწვავის ფასზე, ამიტომ იქ რომ რაღაცა ტიპის შემცირება აბსოლუტურად ლოგიკურია და ახსნადია რატო ხდება. ზოგადად საინვესტიციო აქტივობის კუთხით ზრდა არის კომპანიების ყველა სექტორში ჯამურად, რაც გვაძლევს იმის ოპტიმიზმის საშუალებას და ვთქვათ, რომ ეს აქტივობა ეკონომიკურ ზრდაში ცხადია გადაიზრდება. 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისშემშლელ ფაქტორებად კვლევაში დასახელებულია სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები და სამუშაო ძალის დეფიციტის. სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ და იგრძნობა, როგორც კვლევა ამბობს, მშენებლობის სექტორში და საშუალო ზომის კომპანიებში. სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად აწუხებს საშუალო ზომის კომპანიებს, განსაკუთრებით კი მშენებლობის სექტორს. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემაც ყველაზე მწვავედ სწორედ მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებში. შეზღუდული ფინანსური რესურსებიც ხელისშემშლელი ფაქტორია ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორისთვის, ასევე ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის კომპანიების უმეტესობა ყველაზე მეტად ხელისშემშლელ ფაქტორად მარეგულირებელ გარემოს ასახელებს. 2026 წლის პირველ კვარტალში სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის კომპანიათა უმეტესობამ ყველაზე ხელისშემშლელ ფაქტორად მარეგულირებელი გარემო მიიჩნია. სექტორებს შორის მარეგულირებელი გარემო ხელისშემშლელ ფაქტორად ყველაზე ხშირად მომსახურების სექტორში დასახელდა, ხოლო ყველაზე იშვიათად მრეწველობის სექტორში. სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის მეორე ადგილს ადმინისტრაციული საკითხები იკავებს. აღნიშნული ყველაზე მეტად ხელისშემშლელია მშენებლობის სექტორში, ხოლო ყველაზე ნაკლებად ხელისშემშლელად დასახელდა მრეწველობის სექტორში. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად ხელისშემშლელად დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში, ხოლო ყველაზე ნაკლებად მომსახურების და მრეწველობის სექტორებში. რაც შეეხება ბიზნეს გარემოს, აქაც ჯამურად წინა კვარტალი ან წინა წლის პირველ კვარტალთან დაკავშირებით თუ შევადარებთ, ჯამურად შემოფერხებელი ფაქტორები შემცირებულია საკმაოდ სერიოზულად 10%-ით და იქ ის დაახლოებით ის სტრუქტურა, რაც ჩვენ წინა კვარტალშიც დავინახეთ, ეს იყო კვალიფიციური კადრები, ეს არის ადმინისტრაციული ბარიერები, რეგულაციები და ამავდროულად და ეს არის ზოგადად სამუშაო ძალა. ამ ხრივ თვითონ შიგნით სტრუქტურა არ შეცვლილა, უბრალოდ წინა კვარტლებთან შედარებით კიდევ უფრო შემცირებულია იმ კომპანიების რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს ზოგადად პრობლემა საქმიანობასთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 150-მდე ბიზნეს ჯგუფს აერთიანებს, რომლებიც ჰოლდინგური ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. შესაბამისად, თითოეული ჰოლდინგური ჯგუფი თავის მხრივ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციას მოიცავს და საერთო ჯამში ასოციაცია 1400-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს. სწორედ ამ კომპანიების გამოკითხვის შედეგებია ასახული BAG ინდექსში და უფრო ცვლად ამ თემაზე დღეს 19 საათიან გამოშვებაში გიამბობთ. მადლობა ეკა, რასაც ჩვენს BAG-ის ინდექსი ეკა გაზდილიანი საუბრობდა.